თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე გავიდა. მოქალაქეები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რისი მოგვარებაც ყველაზე მეტად სჭირდებათ: სოციალური პროგრამები, სათანადო ინფრასტრუქტურა სოფლებში და დასაქმება. ეს საკითხები, არაზეც გამოკითხული რესპონდენტები ამახვილებენ ყურადღებას. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უკეთესის მოლოდინი არა აქვთ და მაგალითად გასული არჩევნები მოჰყავთ. არავის იმედი არ მაქვს საერთოდ, მე თავმთავრობის იმედი არ მაქვს. იმიტომ რომ მაგათ მშვიდობის დამყარება არ შეუძლია და ეს დამყარება მშვიდობას. ყველაფერი გასაკეთებელია. თუნდაც ქალაქში, თუნდაც სოფელში, პირველ რიგში რა პრობლემაა, რა უნდა მოაგვაროს ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ? წყალი არ არის ჩვენთან აღარ. სამართლიანობა გვაქვს შეხებები რაღაცეებთანა და სამართლიანობა არ არის. დევრიდან არ გზებით აი წყალი თაგვა გადის კარგად თაგვა. ეხლა ყველა ვიცით რომ ხალხსა ბუჭის საერთოდ არა აი ხა წამლებზე ჩამოვედი აი. ანუ სოციალურ პროგრამებს. სოციალური და შვიდობა გვინდა დიგო. არაფერი პენსია დაგუმატო პენსიონერს მეტი არაფერი მაინტერესებს. ვიტომ მოგხოთ საერთოდ 30 მოგუმატეს მაგრამ ყველაფერი გაძვიდა, პური გაძვიდა, ისე გაძვიდა ყველაფერი არ გამოვიდა. ისე ის პენსია მეტი არაფერი. აი ახლა მაგალითად ექიმთან ვიყავ, წამლები ძალიან ძვირია და გინდა რომ ვერ იყიდო. ანუ სოციალური მიმართულებით ჭირდება. კი, უჭირთ ხალხს ძალიან გვიჭირს.